ელექტრომობილების ბაზარზე გერმანულმა ავტოგიგანტმა უпроსტად ორთავე გერმანულმა ავტოგიგანტებმა ბარემ ორთავეზე ერთად მოგახსენებთ Mercedes-Benz-ზეც და BMW-ზე, BMW-ზეც მათ თავისი ახალი ელექტრომობილები, ელექტროსიუები წარმოადგენს GLC EQ Technology, ეს Mercedes-ის და iX3. ისინი Tesla-სთვის კიდევ უფრო რთული და კონკურენტული გარემო შექმნეს ამ მოდელების გამოშვებით. ახალი მოდელები არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციებს აერთიანებს, არამედ გერმანული მწარმოებლების ახალი დიზაინერული ენისა და პლატფორმების საწყის წერტილს წარმოადგენს Mercedes-Benz-ის GLC. ეხლა ნახავთ ყველაფერს დეტალებში. ის არის სრულად Electro EQ Technology ვერსიაზე. აწყობილი ახალი GLC ისეთი მოდელების კონკურენტად განიხილება, როგორიც არის Audi Q6, Porsche Macan, BMW iX3. ახალი GLC აღჭურვილია 94 კილოვატ-საათიანი ლითიუმ-იონის ბატარეით, რომელიც 483 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს კი BMW iX3 სიმძლავრეზე 20 ცხენის ძალით მეტია. 800 ვოლტიანი არქიტექტურის წყალობით GLC-ს სავალი მანძილი 713 კილომეტრია, მეგობრებო, 713 კილომეტრი, ხოლო 330 კილოვატიანი დამუხტვის სისტემით 10 წუთში მას შეუძლია 303 კილომეტრიანი დიაპაზონი დაფაროს. აერმატის სამუხრუჭე სისტემა, Car2X ფუნქცია, მოკლედ Google Maps-თან დაკავშირებული თან სიმაღლის რეგულირება, რა გითხრათ. ქმნის საუკეთესო კომფორტს და უსაფრთხოების სისტემა მოიცავს ასევე MB Drive-ს, აქტიურ კრუიზ კონტროლსა და ნახევრად ავტონომიურ პარკირების სისტემის მხარდაჭერას. გაყიდვები ამ მოდელისა, რომელსაც ახლა თვალყურს ადევნებთ და თან ტკბებით, შეერთებულ შტატებში 2026 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და საბაზისო ფასი $50,800 იქნება. რაც შეეხება გერმანული ავტოგიგანტის, მეორე ავტოგიგანტის მოდელს, ახლა ეკრანზე ხედავთ მეორე თაობის iX3-ს, რომელიც სოფლიო დებიუტით Neue Klasse ეპოქას იწყებს. ახალი iX3 50 დრაივი, ორმაგი ძრავით 463 ცხენის ძალას წარმოქმნის და ერთი დამუხტვით მას შეუძლია 644 კილომეტრის გავლა. BMW ან ვისთვისაც BMW-ა აცხადებს, რომ iX3-ის საწყისი ფასი $60,000 იქნება და როგორც გითხარით, Neue Klasse-ის პლატფორმაზე აგებული სამომავლოდ ყველა ელექტრო BMW-ს საფუძველი გახდება 800 ვოლტიანი არქიტექტურა, მეექვსე თაობის იდრაივი სისტემით მაღალი სიმკვრივის ბატარეის უჯრედებს აერთიანებს. ეხლა აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რასაც დააკვირდით და თვალყურს ადევნებდით, ისმის ლოგიკური კითხვა. რატომ არის აი ამ სიახლეების გამო შარში ილონ მასკის Tesla? Tesla, რომელიც წლების განმავლობაში ელექტრომობილების ლიდერად ითვლებოდა და დამსახურებულად შეიძლება თქვას, რომ ამ ინდუსტრიის მამამთავარია და თუ ვინმე შეიტანა მის პოპულარიზაციაში წვლილი, სწორედ Tesla და ილონ მასკია. ევროპაში Tesla ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება, აგერ აგვისტოს გაყიდვებიც გვაქვს უკვე, გერმანიაში 39% დაეცა Tesla-ს გაყიდვები, შვედეთში 84%, დანიაში 42%, ზოგიერთი ქვეყანა, როგორც მაგალითად ნორვეგია, ესპანეთი, პორტუგალია, პოზიციებს შედარებით ინარჩუნებს. მთლიანობაში ევროპაში Tesla-ს ბაზრის წილი არის შემცირებული არასრულ 1%-მდე. რაც შეეხება, რომ დაუბრუნდეთ იმ მოდელებს, რომელზეც მე გთავაზობდით გერმანული ავტოგიგანტებისგან, ახალი GLC EQ Technology და iX3 არა მხოლოდ კონკურენციას უწევენ Tesla-ს, არამედ აჩვენებენ, რომ გერმანულ მწარმოებლებს ელექტრომობილების ინდუსტრიაში ახალი ინოვაციური მიდგომები აქვს. მაღალი სიმძლავრე, გრძელი სავალი მანძილი, უმაღლესი ხარისხის დიზაინი და ინტერიერის ტექნოლოგიური სიმდიდრე. ჩვენი საქმიანის გადაცემის დასაწყისში მოდი იმასაც დავამატებ, რომ თუ ევროპელი მწარმოებლები ელექტრომობილების მიმართულებით შემოქმედებითი უნარების და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტების ერთობლიობას დადებენ, ჩინური ავტოინდუსტრიის მზარდ ექსპანსიასაც მგონია, რომ მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევენ, დაეწევიან და სერიოზულ პრობლემებსაც შეუქმნიან. პარასკევს გადაცემაში ნახავთ. გამოვცადეთ ახალი Chevrolet Captiva. გაიგებთ თუ რა ემოციები დაგვიტოვა საოჯახო 7 ადგილიანმა მით crossover-მა. Bravo, შევი, მიდი. აი ახლა მანქანაა, მაგრამ აი სიტლანქის შეგრძნება არა აქვს და ეგ მოწონს ძალიან. ავტომობილისა და ადამიანის სიყვარულის განსაკუთრებული ისტორია. 25 წელი ერთად. Naoko Moshimoto's ისტორია
BMG ავტოშოუში. რა ხდება მაყუჩების კანონზე? ჯარიმები იწერება მთავრობა დუმს, ველოდებით საფინალო შეხვედრას. სტუმრად გვეყოლება პროფესიონალი ავტომრბოლელი გიორგი კოდუა. ორი გასვლითი ეტაპი მქონდა. პირველზე საუდის არაბეთში პირდაპირ ვთქვათ მანქანაზე მომატყუეს და LS1 დამოხვედრეს LS3-ის მაგივრად და მეორე სიჩქარით უჭირდა მანქანას დრიფტი. და ვერ შევძელი ვერაფერი სამწუხაროდ და ეხლა უკვე ეს გამოცდილებიდან შევარჩიე საუკეთესო ავტომობილი 13,000 ევროზე მეტი გადავიხადე ავტომობილის ქირაობაში და სამწუხაროდ უკვე ტოპ 10-ში ვიყავი გადასული ანუ საუკეთესო 10 რბოლელში და მაგ გარბენზე ალუმინის ფაიფინგი რიცის ტურბინის წნევა გადის რავში ხდება გაიკეთა და ნადუხში ესე თქვა ბზარი და საერთოდ ორჯერიდე ზავა აღარ ქონდა სამწუხაროდ მე-7 ადგილზე დავასრულე რბოლა სამწუხარო არის გავსი რაღაცები ხდება ტექნიკა ძალიან მიგრძვის ხოლმე და არ ვიცი რაღაცა მინდა და ყველას მაგას თქო რომ რამე მირჩიეთ ამ და სხვა სიახლეებით პარასკევს 23 საათზე უყურეთ BMG ავტოშოუს BMG სატელევიზიო და სოციალების მეშვეობით. კიდევ ერთი მრავალწლიანი მემკვიდრეობითი ბრძოლა დასრულდა რობერტ მერდოკის კონსერვატიული მედია იმპერიის ფობაზე სასამართლო დავა მედია მაგნატის მიერ არჩეული ვაჟის ლაკლან მერდოკისთვის მედია ჯგუფზე სრული კონტროლის გადაბარებით დაგვირგვინდა. ოჯახის განცხადებით მიღწეულია შეთანხმება, რომ მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ სახსალამათი და 94 წლის ასაკში მყოფი რობერტ მერდოკი მოკვდება გარდაცვალების შემდეგ, ანუ Fox News-ი, The Wall Street Journal-ი, New York Post-ი, უამრავი სხვა კიდევ კონსერვატიული მიდრეკილების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. შეთანხმების თანახმად ლაკლან მერდოკი ახალ ტრასტს, ანუ კომპანიას, რომელზეც არის მთლიანად ეს აქტივები, სრულად გააკონტროლებს. მისი სამი და-ძმა კი, რომლებიც მემკვიდრეობისთვის იბრძოდნენ, Fox News Corp-ის წილებით ნებისმიერი ტრასტის ბენეფიციარობას წყვეტენ. მედია მაგნატსა და მის შვილებს შორის გაზეთებისა და სატელევიზიო ქსელი საოჯახო ბიზნესზე დავა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. მერდოკის უფრო ზომიერი პოლიტიკური ხედვის მქონე უფროს შვილებს Fox-სა და News Corp-ში საკუთარი წილების გაყიდვა დაევალათ და ამიერიდან ისინი ახალი ტრასტის ბენეფიციარები იქნებიან, რომლების დაფინანსებას News Corp-ის 14 მილიონი ნახევარი, ხოლო Fox Corp-იდან 17 მილიონი აქციების გაყიდვით მიიღებენ. New York Times-ის თანახმად მერდოკის სამივე შვილი, პრუდენსი, ელიზაბეტი და ჯეიმსი, ჯამსი $1.1 მილიარდ მიიღებენ გენაცვალეთ. რობერტ მერდოკს 6 შვილი ყავს. მისი უმცროსი ქალიშვილები გრეისი და ქლოი წილებსა და საკონტროლო აქციებს ლაკლანის კონტროლის ქვეშ მოხვედრილ ორივე კომპანიაში მიიღებენ. ხო, შვილების გარდა რობერტ მერდოკი, რომელიც თან ტყუებოდა ამ თავის შვილების ეთყობა დავებით და თან გაწეული იყო, სხვა საქმითაც იყო დაკავებული, არც მეორე ნახევრების, ანუ მეუღლეობის რაოდენობას უჩივის. მე შეგახსენებთ, რომ 6 შვილის მამა და მსოფლიოს უდიდესი მედია მაგნატი ოფიციალურად 5 ჯერ არის დაქორწინებული. ბოლო მეუღლე დიახ ესბანოვანია, ელენე ჟუკოვა, ის 63 წლის, ყოფილი ბიოლოგია, ხო, ასევე რომან აბრამოვიჩის ყოფილი სიდედრეა, მოკლედ ცოლებზე ვერაფერს გეტყვით, სიამტკბილობაში გაგეტარებინოთ, თქვენ შეეულ მეორე ნახევრებთან ცხოვრება, აი მერდოკის შემოსავლებს და სიმდიდრეს ნამდვილად გისურვებთ მის 1%-ს მაინც. მერდოკის მედია იმპერია იქით იყოს და რაც შეეხება საქართველოს მედია ბაზარს, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ცნობით მეორე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი წრიულად 13%, 15,600,000 ლარამდე შემცირდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელევიზიების ყველაზე მსხვილი დაფინანსებლების შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს. Როგორ დავხედოთ კომპანიებს ყველაზე მეტად ვინც აფინანსებენ ტელევიზიებს საქართველოში აღმოაჩენთ რომ ავანგარდშია და ლიდერებში Coca-Cola Bottlers Georgia, PSP Pharma, Lactalis Georgia, Diplomat Georgia, Aversi Pharma, IDS Borjomi, თბილისი, TBC ბანკი, სამპეტროლეუმ Georgia. ზედმეტად რომ არ გადაგღალოთ საქართველოს სარეკლამო ბაზარს დაახლოებით 50-მდე კომპანია და სააგენტო აფორმირებს ყველაზე მეტი, რაც ჩვენი სარეკლამო ბაზრის მხოლოდ სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს. და ცხადია საუბარია კერძო
კომპანიებზე და ბიზნესებზე და არა სახელმწიფო უწყებებზე. სახელმწიფო უწყებებზე, როცა ცალკეული სამინისტროები და უწყებები სოციალური რეკლამების თუ ის შეფარული საბიუჯეტო მუხლების დახმარებით მათთან ლოიალურად განწყობილ სატელევიზიო კომპანიებს დღემდე აფინანსებენ. რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოებს საქართველოში და საბიუჯეტო ორგანიზაციებს, აქ იდეაში გვაქვს ტრაგიკომიკური ვითარება, თუ რატომ არის ტრაგიკომიკური, ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მთავრობასა და საჯარო უწყებებში მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დააკვირდებოდით საკადრო ცვლილებები დაიწყო, რომელიც თითქმის უგამონაკლისოდ გავრცელდა ყველა სტრუქტურაზე. ცვლილებები შეეხო სახელმწიფო საწარმოების დიდ უმრავლესობასაც. მიმდინარეობს საქართველოში, მათ შორის ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრების პროცესი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით მომავალში გაგრძელდება. ცოტა გაზზე მიწოლითაცო, იმის პარალელურად, რომ სახელმწიფო საწარმოების დიდ ნაწილს ხელმძღვანელები შეეცვალა, ოპტიმიზაციის შედეგად ირაკლი კობახიძის თქმით, ბიუჯეტმა 700 მილიონი ლარი დაზოგა. ტრაგიკომედია კი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ეს სახელმწიფო საწარმოები ეფექტური იყო, მათ შორის მართლობითი თვალსაზრისითაც, მაშინ ისმის კითხვა, რატომ განხორციელდა ეს საკადრო ცვლილებები, რატომ მოხსენით ეს ხალხი დირექტორობიდან თან დაატარებთ საგამოძიებო სტრუქტურებში დღე და ღამე დაკითხვებზე და თუ შესაძლებელი იყო ლამის როგორც ბრძანებს პრემიერ-მინისტრი 700 მილიონი ლარის დაზაგვა, აქამდე სად იყავით დაუცვლილებო და სად მიდიოდა ეს ასეულობით მილიონი ლარი. თუ აქაც კოლცენტრების მსგავსი ქსელური აბდაუბდაა და გაურკვევლობა. მოკლედ ჩვენმა საინფორმაციო სააგენტომ, ანუ BMG-მ, ყველა სახელმწიფო საწარმოების ჩამონათვალს მოუყარა თავი, სადაც 2025 წლის გაზაფხულიდან ვიდრე დღემდე ხელმძღვანელები შეიცვალა. მოდი გადავხედოთ მანდ. საქართველოს რკინიგზა 7 მაისს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი შეიცვალა და ამ პოსტზე დავით ფერაძე, რომელიც კომპანიას ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მართავდა, ჩაანაცვლა ლაშა აბაშიძემ. რაც შეეხება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას 16 ივლისს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა გიორგი ჩიქოვანმა. ის ეკატერინე სისაურმა შეცვალა, რომელიც დღეს უძღვება კორპორაციას თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფო კომპანიას. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 16 აპრილს ელექტროსისტემის დირექტორი გახდა ვანო ზარდიაშვილი. მან გიორგი გიგინეიშვილი შეცვალა, რომელიც პოსტს 2023 წლიდან იკავებდა. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი, ესკოს მოვალეობის შემსრულებელი ზაზა დვალიშვილი 15 ივლისს თორნიკე ყაზარაშვილმა ჩაანაცვლა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ამ კომპანიის დირექტორი წელს ხუთშვილს ორჯერ შეიცვალა. პირველი ცვლილება თანამდებობას ვაკის ყოფილი გამგებელი დავით კვინიკაძე იკავებდა, რომელიც თითქმის 5 თვის წინ მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში დაინიშნა და 28 აგვისტოს ცვლილებების შედეგად კი კომპანიას გიორგი შონია უხელმძღვანელებს. გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საკრუს ენერგოს დირექტორად მამუკა მენაღარიშვილი დაინიშნა 6 მაისს. იქამდე თანამდებობას იკავებდა ბაჩანა სულაძე. რაც შეეხება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს, მისი ხელმძღვანელი 16 აპრილს გახდა ვლადიმერ ძნელაძე. მან ჯაბახმალაძე ჩაანაცვლა ამ პოზიციაზე. ვინაიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაზე 1 სექტემბერს კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე წარდგენულ და დანიშნულ იქნა დავით ვარდიაშვილი, რომელიც საქმიანმა საზოგადოებამ იცის, რომ 2022 წლიდან სამცხე ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. საქართველოს პოსტა 1 სექტემბერს დირექტორის პოზიციაზე ლევან ჩიკვაიძე სწორედ გიორგი ერაძემ შეცვალა. რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო კომპანიას, ეს არის საქართველოს მელიორაცია. მას ახალი გენერალური დირექტორი ყავს გიგლა თამაზაშვილის სახით, რომელიც 18 მარტს დაინიშნა და იქამდე კი ამ პოზიციას იკავებდა თამაზ ღებრიშვილი. მართალია თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი 2025 წლის საკადრო ცვლილებების ტალღის დროს არ შეცვლილა, თუმცა კომპანიის დირექტორი გასული წლის ნოემბრის ბოლოს ჩაანაცვლეს, დავით ფაჩულია შეცვალა უკვე ამ პოზიციაზე გიორგი პაპავა გახლავთ ის. ხო, ეხლა გადავხედოთ სახელმწიფო კომპანიებს, სადაც ხელმძღვანელები არ შეცვლილა
და უცვლელია შემდეგი პოზიციები სახელმწიფო საწარმოებში. ეს არის კომპანია შეფასე ენგურხესი 2001 წლიდან დღემდე დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია გახლავთ. სახელმწიფო კომპანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ხელმძღვანელად კვლავ რჩება გიორგი შარკოვი, რომელიც უძღვება ამ კომპანიას. უცვლელია სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორის პოზიცია, მას კვლავ შალვა შავიშვილი იკავებს. რაც შეეხება შეფასე მარაბდა კარზაყის რკინიგზას, დირექტორი აქაც უცვლელია და ამ პოზიციებს კვლავ ლევან კანკავა ინარჩუნებს. აი ეს ვითარება სახელმწიფო საწარმოების ირგვლივ ამ დროისთვის, თუმცა როგორც გითხარით, სახელმწიფო საწარმოებს ყველაზე ნაკლებად უკვე თუ რაღაც საგამონაკლისო ამბავი არ იქნება, ხოლო ხელისუფლების სხვადასხვა სკოლებში საკადრო ცვლილებები შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ მაინც გაგრძელდება. ყოველთვის მიზანში BMG უმსხვილესი ბიზნეს მედია საქართველოში და რეგიონში. დაუბრუნდეთ სოფლიო ბიზნესის ამბებს. ორაკლის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ლარი ელისონს სულ რაღაც მილიარდი დოლარი აშორებს პლანეტის უმდიდრესი მეწარმის ილონ მასკის სიმდიდრის გადასწრებამდე. ამჟამად ელისონის ქონების შეფასება 393 მილიარდში ადგენს, ხოლო ილონ მასკის სიმდიდრე ბლუმბერგის მიერ 384 მილიარდად არის შეფასებული. ის უნდა აღინიშნოს, რომ ელისონის ქონება გუშინ წინ თუ არ ვწდები, ერთ დღეში 99 მილიარდით გაიზარდა, რაც მომდინარეობს მისი კომპანიის არნახული შედეგებიდან, საუბარი აქციების ფასის ზრდა. ფინანსური შედეგების გასაჯაროების შემდეგ კომპანიის შეფასება ერთ დღეში მეგობრებო 36%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორაკლის კაპიტალიზაცია 244 მილიარდი დოლარით არის მომატებული და ის ამჟამად 922 მილიარდ დოლარს აღწევს და უახლოვდება ტრილიონერთა კლუბის წევრობას. აღსანიშნავია, რომ ინვესტორებს პოზიტიური განწყობა აქვთ, მათ შორის მომდევნო სავაჭრო სესიებთან დაკავშირებითაც და საერთოდ არ იქნება გასაკვირი, როგორც გითხარით, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე ორაკმა ტრილიონიანი შედეგის კაპიტალიზაცია დადოს, ანუ ორაკლი ტრილიონ დოლარის შეფასებას, ანუ ღირებულებას მიუახლოვდეს. ეს არნახული და სამომავლო პროგნოზთა წინა კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს უკავშირდება. კომპანიის მენეჯმენტის მოლოდინით, კლაუდის მიმართულებით შემოსავალი 154 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 77%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება. ამასთან კომპანია გაფორმებული კონტრაქტიდან შემოსავლის 359%-იანს დასაფიქსირებს, რაც არა უბრალოდ აღემატება Wall-Street-ის ანალიტიკოსების მოლოდინებს, არამედ არსებითაც ცვლის კომპანიის საბაზრო შეფასებას. 91 წლის ბიზნესმენი ორაკლის 41%-იან წილს ფლობს და კომპანიის აღმოსვლა, რა გითხრათ, პირდაპირ პროპორციით იწვევს ცხადია მის გამდიდრებას.